რა იქნება მომავალში ეს კი ძალიან საინტერესოა საპარლამენტო არჩევნებზეც როცა არის საუბარი აი ხვალ რომ ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს შედიან ეს პარტიები ამ საპარლამენტო არჩევნების ბრძოლაში თუ არაფერი იცვლება იგივე ცესკო რჩება იგივე სასამართლო იგივე პროკურატურა იგივე ქართული ოცნება იგივე ინბანიშვილი იგივე კობახიძე შედიან ნახეთ როგორ არის პოლიტიკა რეალობის ხელოვნება უნდა იმოქმედო მოცემულ დროს და მოცემულ პირობებში რაც გააქვს ჩვენ ვიცით ეს რომ არჩევნებში უნდა შევიდეთ და ვიბრძოლოთ და ვიომოთ და უნდა დაბარწმუნოთ საქართველოს მოქალაქეები რომ საქართველო არის მათი და ვერცერთი რეჟიმი ვერ გამოეკერება 30 და 50 წელი იცვლება ჩვენს გარშემოც ყველაფერი და მართლა არ აქვს ამ ხელა ძალაუფლება ქართულ ოცნებას საქართველოს ხალხმა საკუთარი ძალა რომ მირწმუნოს დამიჯერეთ ძალიან სწრაფად შევძლეთ არათუ რეჟიმის შეცვლას, არამედ ისევ იმ ნორმალურ გზაზე დაბრუნებას, რომელიც გზიდანაც ავწდით. ზოგადად ხოლმე მე უნდა მივიდეთ რაღაცა ცივილიზებულ სამყარომდე და ჩვენს ხოლმე უნდა რაღაცა სახელმწიფოს საფუძვლები შევქმნათ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, რომ სისტემური ცვლილებები დაიწყოს ქვეყანაში და ერთის ცვლილება უბრალოდ ცვლილებისთვის არ იყოს და იყოს რეალური ცვლილებისთვის.